საღვთომსახურება ბათუმის საკათედრო ტაძარში ღამის 11 საათიდან დაიწყო. მრევლი ბათუმის ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტმა დიმიტრი მდალოცსა და აღდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მეუფე დიმიტრი მრევლს აღდგომა მიულოცა და რწმენაში გაძლიერება უსურვა. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას მართლმადიდებელი მრევლი ლოცვითა და გალობით ღამისთევის მსახურებით შეეგება. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. ამ შეძახილებით მორწმუნეებმა ერთმანეთს ქრისტიანული სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახარეს. აღდგომა არის ალბათ ყოველი ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაული. დღესასწაულთა შორის გამორჩეული. ბრწყინვალე აღდგომა უფლისა. ეს იყო იმის ნიშანი, რომ უფალი არ გარდაცვლილა. ძალიან სიხარულთმოდებოდით ამ დღესასწაულს ყველა ქართველიერი და კიდევ ერთხელ ყველას ვლოცავთ. მთელ საქართველოს მეგულოცავ ამას დღესასწაულს. ღმერთი იყოს მთელი საქართველოს მფარველი. ბნების კვირის დასასრულს მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის აღსანიშნად საღვთო ლიტურგია შესრულდა საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში. მსახურება ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ბათუმის ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტმა დიმიტრი მაღავლინამ. მარყოფილიყო აღდგომა, ფუჭი იქნებოდა ჩვენი სარწმუნოება, იმიტომ რომ აღდგომა ეს არის დღესასწაული დღესასწაულთა შორის. აღდგომა ეს არის ზატიკობა სამარადისო. განსაკუთრებული და გამორჩეული დღესასწაული. ეს არის აღდგენა იმ კიბისა ცასა და დედამიწას შორის, რომელიც იქნა ჩვენი პირველი წინაპრების მიერ ჩატეხილი. ღმერთმა გააძლიეროს, განამტკიცოს ჩვენი ქვეყანა თითოეული ჩვენთაგანი. ამინ. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. საზეიმო წირვალოცვას ბათუმის საკათედრო ტაძარში აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები შეუერთდნენ. განსაკუთრებით მინდა მიულოცო ჩვენი რეგიონის, აჭარის რეგიონის მორწმუნეებს, მინდა პირველ ქართველ ქრისტიანებს, მინდა უსურვო წარმატება, სიხარული. მინდა მიულოცო მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს, მთელ კაცობრიობას, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ აღსდგა მკვდრეთით მაცხოვარი და ამითი ჩვენც მოგვანიჭა იმისი მომავალი, რომ ჩვენც აღსდგებით და ჩვენც ვეზიარებით მარადიულ ცხოვრებას. წუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა მოეწყო. მრევლი ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით გალობდა და აღდგომას ხარობდა. სადღესასწაულო წირველოცვა დილამდე გაგრძელდა ხულოში. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურება სხალთის ეპარქიის წინამძღვარმა მეუფე სპირიდონმა აღავლინამ. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. მერმა დაგლოსო, გაგაძლიერო. ჩვენი კუთხეში ვარ, საიდანაც ქრისტეს ნათელი მოეფინა მთელ საქართველოს. როგორც პატრიარქი ამბობს, კუთხეულარს აჭარა, სადაც პირველად დაენთო ლამპარი ქრისტეს სიყვარულისა და იქ საგანმანათლებლად სულია საქართველოსი. დღეს ხულოს მართლმადიდებელი მრევლი შევხვდით ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ხულოს საკათედრო ტაძარში. და მე მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს და მსოფლიოს მართლმადიდებელი მრევლს ეს ბრწყინვალე ქრისტეს აღდგომა. მთელ აჭარას, მთელ საქართველოს მიულოცავთ ამ დღის მადლს და რა ვიცი, გვარავდეს უფალი. აღდგომის ზეიმი მომდევნო ერთი კვირა ბრწყინვალე შვიდეულით გრძელდება. მორწმუნეები კი მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას 40 დღის განმავლობაში ულოცავენ ერთმანეთს. ამით სრულდება 48 დღიანი მარხვა და მომავალი 7 დღე მსგებსია.